რას იფიქრებთ თუ გეტყვით, რომ ცხოვრებაში მომხდარი გარკვეული მოვლენები არა მხოლოდ განსაცდელები, არამედ ინფორმაცია, რომლისგანაც შეიძლება ჩვენთვის ძალიან სასარგებლო ინფორმაციები ამოვიღოთ. სწორედ ამ თემაზე არის გაკვეთილი 15, რომლის სათაურია კანონი, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ. ვაგრძელებთ ვიდეოების სერიას, რომელიც გულისხმობს ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერ გასაღების წიგნისა და მისი სავარჯიშოების განხილვას და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს კურსი, რომელიც უფრო სიღრმისეულად გასწავლით სამყაროს კანონებს და არა მხოლოდ გასწავლით, დაგეხმარებათ ეს კანონები თქვენ და სასარგებლოდ გამოიყენოთ. და შესავალ ნაწილში ვკითხულობთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ჩაატარა მედიცინისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, როკფელერის ინსტიტუტის წევრმა ჟაკ ლობიემ და ექსპერიმენტი ასეთი სახის იყო. ქოთნებში დარგული ვარდების ბუჩქები შეჰქონდათ ოთახში და დახურული ფანჯრის წინ დებდნენ. ბუჩქებზე ბინადრობდნენ მწერები და მაშინ როცა მცენარეები ხმებოდა, მწერები გამოისხამდნენ ფრთებს და ფანჯრისკენ მიფრინავდნენ, რომ თავი დაეღწიათ შიმშილს და მერე თავისთავად სიკვდილს. როგორც ჩანს, ეს პაწაწინა მწერები მიხვდნენ, რომ მცენარეები, რომლითაც იკვებებოდნენ, მკვდარია, საჭმელი და დასალევი მათ აღარაფერი ჰქონდათ. შიმშილით სიკვდილისგან გადარჩენა მათ შეძლეს მხოლოდ ფრთების დროებითი გაზრდით და გაფრენით, რაც გააკეთეს კიდეც. ავტორს ეს მაგალითი მოჰყავს, იმიტომ რომ გვიჩვენოს, რომ სიცოცხლე რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე. ანუ, როდესაც გარემო მიჩვენებს, რომ აქ ჩემთვის სასარგებლო აღარაფერი აღარაა, რომ აქ ყოფნა, სადაც ვარ, მაზიანებს, მანადგურებს, მაკნინებს და სხვა, მე უნდა შევიცვალო. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ამას არ აკეთებენ. პირად მენტორინგზე ძალიან ხშირად მხვდება ასეთი ფაქტები, როდესაც მიყვებიან, რომ ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ, რომ ცუდად ექცევიან ქმრები, დედამთილები, მშობლები და ასე შემდეგ. ადამიანებს არ აქვთ იმის ძალა, რომ ელემენტარული საკუთარი საზღვრები დაიცვან და პასუხი გასცენ, რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში და არა უზრდელურად. ადამიანებს ძალიან უჭირთ რაღაცის ახლიდან დაწყება. ისე არიან მიჩვეულნი ძველ წესებს, ძველ ჩვევებს, რომ ახალი სიტყვის თქმა საკმაოდ უჭირთ. და სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ჯერ უნდა მივხვდეთ, რომ ის გარემო, რომელშიც ვართ, არ გვემსახურება, შემდეგ უნდა ვეცადოთ გარემოს შეცვლა თუ ვერ, მაშინ იმ სიტუაციის შეცვლა, რომელიც ამ გარემოში ხდება და ამ სიტუაციის შეცვლა საკუთარი საზღვრების დაცვიდან იწყება. როდესაც ცუდი ტონით მოგმართავენ, უნდა გააჩერო და უნდა უთხრა, რომ ასეთი ტონით თქვენთან საუბარი არ შეიძლება. როდესაც არ გაფასებენ, ყველას უნდა დაანახო, რომ ღირებული, ღირსეული ადამიანი ხარ და ამის დანახვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ თვითონ აფასებ საკუთარ თავს. და საკუთარი თავის დაფასება, თუ სიყვარული არ არის ახალი კაბის ჩაცმა, ან კარგი სუნამო შეძენა, საკუთარი თავის სიყვარული არის ის, რომ არ ეგუები იმას, რაც შენ არ მოგწონს, არ ჭამ იმას, რაც შენ არ გინდა, არ უსმენ იმ ინფორმაციას, რომელიც გაზიანებს. კანონები, რომლებითაც ჩვენ ვცხოვრობთ, მხოლოდ ჩვენ და სასარგებლოდ არის შექმნილი. ეს კანონები უცვლელია და მათ მოქმედებას ვერსად გავექცევით. ყველა დიდი მარადიული ძალა საზეიმო სიჩუმეში მოქმედებს, თუმცა ჩვენს ხელშია საკუთარი თავის მათთან ჰარმონიაში მოყვანა. შევქმნით რა ამრიგად შედარებით მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას. სირთულეები, დისჰარმონია და დაბრკოლებები იმაზე მიგვითითებენ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ, ან გავცეთ ის, რაც ჩვენ აღარ გვჭირდება, ან მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ზრდა მიიღწევა ძველის ახლით, კარგის საუკეთესოთი შეცვლით. ესაა განპირობებული, ანუ ორმხრივი მოქმედება, რადგან ყოველი ჩვენგანი დასრულებული აზრობრივი არსებაა. და ეს დასრულებულობა შესაძლებლად ხდის მხოლოდ იმის შემდეგ მიღებას, როგორც კი გავცემთ. გაკვეთილის ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ ზრდა ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. ძველი უნდა შეიცვალოს ახლით, კარგი კი უნდა შეიცვალოს უკეთესით.
მოსასმენად და ასე აღსაქმელად ეს ძალიან მარტივია, მაგრამ პრაქტიკაში გამოსაყენებლად საკმაოდ რთული. ყველას უნდა ახალი ცხოვრება, მაგრამ ამ ახალი ცხოვრების მოთხოვნის დროს ვერ იაზრებენ იმას, რომ ძველს უნდა დაემშვიდობონ. ვისაც უნდა ახალი ურთიერთობების დაწყება, ძველი წყენა, რომელიც წინა პარტნიორთან აკავშირებს, უნდა დაივიწყოს. ვისაც უნდა ფინანსური ზრდა, უნდა გადახედოს იმ ძველ რწმენაწარმოდგენებს, რომელიც ფულთან დაკავშირებით აქვს. თუ გინდა საკუთარი თავის ახალი ვერსია შექმნა, რა თქმა უნდა დაემშვიდობო იმ ძველ ჩვევებს და ქცევებს, რომელიც შენს ახალ იდეალურმეს არ ემსახურება. თუ გინდა ახალი და მშვიდი ცხოვრება, უნდა დაემშვიდობო იმ გარემოს, რომელიც სიმშვიდეს გირღვევს და რა თქმა უნდა ენერგიას გართმევს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მოთხოვნით, ლოცვით ითხოვ ახალ კარგ ცხოვრებას, მაგრამ ქცევით რჩები ძველში. წარმოიდგინე ჭიქა, რომელიც გაქვს ხელში და ის ბოლომდე სავსეა სითხით. შეძლებ მასში რაიმე ახლის ჩამატებას? თავისთავად ვერა. ასეა ზუსტად ჩვენს ცხოვრებაში. ახალი არ ნიშნავს რაღაცა მეტის დამატებას. თუ გინდა ახალი რომ მიიღო, ეს ეხება ყველა სფეროს. მაშინ ძველისგან უნდა გათავისუფლდე. ყველა მდგომარეობა და შემთხვევა, რომლებსაც ჩვენ ვეხებით, ჩვენთვის სასარგებლოა. სირთულეები და დაბრკოლებები თავის წარმოშობას გააგრძელებს, სანამ ჩვენ არ ავითვისებთ მათ სიბრძნეს და მათგან არ ამოვიღებთ ყველაფერს, რაც ჩვენი შემდგომი ზრდისთვის იქნება საჭირო. ჩვენ ვიმკით იმას, რასაც დავთესთ. ეს მათემატიკურად ზუსტი კანონია. ჩვენ ვიძენთ ზუსტად იმდენ მუდმივ ძალას, რაც საჭიროა სირთულეების დასაძლევად. და ამ თეზისზე მახსენდება ესეთი ფრაზა, ღმერთი არ მოგცემს იმაზე დიდ განსაცდელს, იმაზე დიდ ჯვარს, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. და მართლაც ასეა. ალბათ ყველას, ვინც ჩემს ვიდეოებს უსმენს, რაღაც განსაცდელი თავს გადახდომია, ან ახლა არის განსაცდელის პერიოდში და მინდა დაგაფიქროთ ასეთ რაღაცაზე, რომ რაც კი თავგადასავალი გქონია, როგორი გაჭირვებაც არ უნდა ყოფილიყო ჩვენს თავს, ყველა გადაგვილახავს, ან კიდევ გადავლახავთ, იმიტომ რომ იცით, სამყაროს მართავს უზენაესი ძალა ღმერთი და ღმერთი მართლა იმაზე დიდ განსაცდელს არ მოგცემს, რომლის ტარებასაც ვერ შევძლებთ. უბრალოდ ჩვენ აქ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ გვაძლევს ღმერთი ამ განსაცდელს და რისი სწავლა შეიძლება ამ მოცემული პრობლემიდან. და ეს შეხედულება, ეს სხვა პრიზმა, პრობლემას კი არ შეცვლის, უბრალოდ უფრო გაგიმარტივებთ მის გადალახვას. თითქოს სხვა რაკურსით შეხედავთ იმ სიტუაციას, რომელიც დღეს ძალიან გაბრკოლებთ ან გაშინებთ. და ყოველთვის მინდა გვახსოვდეს, მეც ხშირად ვახსენებ საკუთარ თავს, რომ ყველა განსაცდელი არის ჩვენი გაძლიერებისთვის. ოღონდ ამ განსაცდელში ეს უნდა გაგვახსენდეს და არ ჩაგვითრიოს ამ ნეგატიურმა მდგომარეობამ და არ ჩაგვითრიოს იმაზე ფიქრმა, რომ სამყარო უსამართლოა, რომ ღმერთი არ მწყალობს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ჩავყვებით პრობლემას, ძალიან გაგვიჭირდება ამ პრობლემიდან ამოსვლა. ნახეთ, მოცემლობაში გაქვს პრობლემა, ასეც თუ ისეც შენი გადასალახია. მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ შეხედავ შენ ამ პრობლემას, ნახავ გამოსავალს, ან მარტივად ამოძრები, ან ეს ამოძრომა საკმაოდ გაგირთულდება. ლოგიკურად რო დაფიქრდეთ, ახლა იტყვით, რომ მარტივად მინდა ყველა სიტუაციიდან ამოვიდე. კი ბატონო, მაგრამ სანამ არ ისწავლე პრობლემას შეხედო, როგორც გაკვეთილს, იქამდე მარტივად ამოსვლა გაგიჭირდება. პირადად ჩემ შემთხვევაში ასე ყოფილა. როდესაც პრობლემას ჩავუთრევი ვარ, მინერვიულია, მიდარდია, რატო დამემართა, რა უსამართლობა, რატო მომექცა ასე. სანამ ასეთ ფიქრებში ყოფილ ვარ, ამ პრობლემიდან ამოსვლა გამჭირვებია. მაგრამ მას შემდეგ, როდესაც დამისვა მკითხვა, რატომ მოხდა ასე? ნახე ეს რატომ რას ნიშნავს? კი არა, ბრაზობ, რას მაძლევს მე ეს სიტუაცია? რა უნდა მასწავლოს? სხვათა შორის ბოლო პერიოდშიც მქონდა რაღაც ისეთი სიტუაცია, რომელმაც ძალიან დამაფიქრა. რატომ მოხდა ასე? მე ხო ამას არ ვიმსახურებდი, მაგრამ მე გამახსენდა, რომ აქ რაღაცას მასწავლიან, აქ რაღაცას მიმითითებენ და ისე მარტივად ამოვედი ამ სიტუაციიდან და იმხელა სიბრძნე წამოვიღე, რომ ვერც კი წარმომედგინა. ამიტომ თქვენც ვიცი რომ რთულია, მაგრამ ისარგებლეთ ამ მეთოდით, რომ სიტუაციას შეხედოთ არა როგორც პრობლემას, არამედ გაკვეთილს. და ამ ნაწილში არ უნდა გამომრჩეს, ამ მნიშვნელოვანი თეზისი იყო, მერვე ჩვენ ვიმკით იმას, რასაც დავთესავთ და ეს არის მართლაც მათემატიკურად ზუსტი კანონი.
მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, ანუ რას ვთესავთ, იმას არ ვაკვირდებით და მინდა პრაქტიკული მაგალითით მოგიყვეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმ თესლს, რომელსაც ჩვენს გონებაში ვთესავთ. დავთესეთ რაღაცა აზრი, ხო? ეს აზრი გადაიქცევა სიტყვად. შემდეგ სიტყვა გადაიქცევა მოქმედებად, ხომ ასეა? შემდეგ ეს მოქმედება განმეორდა, ანუ გადავიდა ჩვევაში. ხოლო ჩვევებმა უკვე დაიწყეს ჩვენი ცხოვრების შედეგების ფორმირება. ჩვენ ჩვევების არსებები ვართ. ჩვევები ძალიან მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. კიდევ უფრო მარტივად რო ახსნა. ნახეთ, ადამიანი ფიქრობს, რომ მე ამას ვერ შევძლებ. აი რაღაცა სიტუაცია აქვს და იტყვის, რომ აი მე ამას ვერ შევძლებ. ანუ ეს არის აზრი, რომელიც გონებაში გაჩნდა, ხო? როდესაც ეს აზრი გაჩნდა გონებაში, შეეხო თავდაჯერებულობას. ანუ თუ ვერ შევძლებ, ესე იგი არც კი ვცდი. და თუ არ ვცდი, თავისთავად ვერ მიხვდები, შევძლებ თუ ვერ შევძლებ. და ნახე, ანუ აღარ გაბედე რაღაცის გაკეთება. იმის გამო, რომ შეიძლება ხალხის აზრის გეშინია, ან ოჯახი წინააღმდეგია, ან თუნდაც მხოლოდ იმის გამო ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, რომ ასეთი რწმენა გაქვს საკუთარ თავზე. და ეს უკვე გადაგივიდა ჩვევაში. ყველა გამოწვევაზე, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოსვლას მოითხოვს, შენი ტვინი გეუბნება, რომ ვერ შეძლებ და მართლაც არაფერს აკეთებ. რჩები ისევ ძველი ცხოვრების ტემპით. და გადის წლები და შემდეგ შეიძლება დაფიქრდე, აი მაშინ რომ მეცადა. თუნდაც არ გამომსვლოდა. დღეს ხომ მეცოდინებოდა შევძელი თუ ვერ შევძელი. ნახეთ, აი შესაძლებლობები ძალიან ბევრია სამყაროში. სწორედ ეს დამარცხების შიში გვაბრკოლებს და აღარ დგამთ ნაბიჯს. მერე რა თუ დავმარცხდი, მერე რა თუ არ გამომივიდა, შევცდი, შეცდომა დაუშვი, მერე რა. ეს ხომ ჩვენი ცხოვრებაა. მეორეჯერ ხომ აღარ დავიბადებით ამ სხეულში. მოდი რა, ცადე, შეგეშალოს, წაიქცე, გაიცინოს იმ სხვამ. მერე რა, ეს ხომ შენი ცხოვრებაა. შიშის გამო, სხვისი შეხედულებების, სხვისი სიტყვების გამო, ნუ დავკარგავთ შანსს, ნუ გავუშვებთ იმ ურიცხვის შესაძლებლობებს ხელიდან, რომელსაც სამყარო გვთავაზობს. მე მგონი ძალიან გაგვიგრძელდა გაკვეთილი და მოდით გადავიდეთ სავარჯიშოზე. ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია სხვათა შორის და ამ ფორმატში მიჭირს სრულიად ყველა თეზისის განხილვა. სწორედ ამიტომ მინდა მოგიპატიჟოთ მე-9 ნაკადზე, რომელზეც რეგისტრაცია უკვე დავიწყეთ და ადგილები საკმაოდ შეზღუდულია. კურსზე, რა თქმა უნდა, ყველა გაკვეთილს განვიხილავთ დეტალურად და ამას გარდა ამ ტექნიკებს და პრაქტიკებს, რომელიც წიგნში არის მოცემული, თითოეული მოირგებს საკუთარ თავზე და მართლა სასარგებლო კურსია, ნახავთ ალბათ უკავშირს და კომენტარებს, რამდენი კმაყოფილი კურსდამთავრებული ყავს. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან და დარეგისტრირდით ჩვენს მე-9 ნაკადზე. ახლა კი სავარჯიშო. ამ კვირაში ვარჯიშის სახით კონცენტრირდით გამჭრიახობაზე. მიიღეთ ჩვეული პოზა და აზრის ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რომ აზრის შემოქმედებითი ძალის ცოდნა არ ნიშნავს აზროვნების ხელოვნების დაუფლებას. ჩაუფიქრდით იმას, რომ ცოდნა თავის თავს არ იყენებს და ჩვენს ქმედებებს მართავს არა ცოდნა, არამედ ადათ-წესები, პრეცედენტი ან ჩვევა, რომ ცოდნის გამოყენების ერთადერთი ხერხია მიზანმიმართული ცნობიერი ძალისხმევა. გაიხსენეთ, რომ გამოუყენებელი ცოდნა გონებიდან მიდის, რომ ინფორმაციის ფასეულობა პრინციპების გამოყენებაშია. გააგრძელეთ ამ აზრის განვითარება, სანამ არ შეიძენთ საკმარის გამჭრიახობას, რათა თქვენი საკუთარი პრობლემისადმი ამ პრინციპის გამოყენების მკაფიო პროგრამის ფორმულირება მოახდინოთ. და ეს სავარჯიშო არის გამჭრიახობაზე, რომ დაჯდებით და თვალებს დახუჭავთ, ამაზე უნდა დაფიქრდეთ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი წიგნი გაქვთ წაკითხული, ძალიან ბევრი კურსი გაგივლიათ, მაგრამ ეს ცოდნა, რომელიც თქვენს გონებაშია, არაფერს არ შეცვლის, თუ თქვენ ყოველდღიურობაში არ დანერგეთ ის. თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ მოძრაობაა აუცილებელი და არ მოძრაობდეთ. შეიძლება ისიც იცოდეთ, რომ ფინანსების ზრდისთვის აუცილებელია ფინანსური გეგმის შედგენა, მაგრამ ამ გეგმას არ ადგენდეთ. შეიძლება ისიც იცოდეთ და გაიგეთ, რომ საზღვრების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ამ საზღვრებს არ იცავდეთ და არ ამბობდეთ არას. შეიძლება ისიც კი იცოდეთ, რომ კონკრეტული ურთიერთობა განგრევთ, მაგრამ ამ ურთიერთობების დასრულება არ გინდათ. ვარჯიშის დროს უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ მხოლოდ ცოდნა არაფერს არ ცვლის. ნუ დააგროვებთ ინფორმაციას. მხოლოდ იმიტომ, რომ დაგროვდეს და
კარგად საუბარი შეძლოთ. ეს ცოდნა, რომელსაც თუნდაც ჩემთან იღებთ კურსზე ან ვიდეოების მოსმენისას გამოიყენეთ. აი ზუსტად ეს არის გამჭრიახობა და ზუსტად ეს სავარჯიშო გაგივითარებთ იმ უდიდეს უნარს, რომელსაც გამჭრიახობა ქვია. ახლა კი გემშვიდობებით, ძალიან გთხოვთ დაწერეთ კომენტარები ვიდეოს ქვემოთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა გაუზიარეთ ვიდეო თქვენს მეგობრებს. მომავალ შეხვედრამდე.